დღეს მე მოვედი თქვენთან თემით ენერგეტიკული ვამპირები. მითი თუ რეალობა. როგორ ამოვიცნოთ და დავიცვათ თავი. ენერგეტიკული ვამპირებისგან. ვამპირების თემა ძალიან პოპულარული გახდა კინოსა და მასობრივ კულტურაში. მაგრამ თუ ნამდვილი ვამპირები მხოლოდ ზღაპრებში ცხოვრობენ, მაშინ ენერგეტიკულ პარაზიტებს ყველგან შევხვდებით. მაღაზიაში რიგში ყოფნისას, სამსახურში, სახლშიც კი. ფსიქოლოგების აზრით ეს მითი არ არის, არამედ სრულიად ახსნადი ფსიქოლოგიური ფენომენია. ენერგეტიკული ვამპირები ეს ტერმინი გამოიყენება ფსიქოლოგიასა და ეზოთერიკაში იმ ადამიანების აღსაწერად, რომლებიც სხვების ენერგიაში არაცნობიერად ან შეგნებულად იჭრებიან და საკუთარ თავზე ითვისებენ. ეს პროცესი შეიძლება მოხდეს ყოველდღიურ ურთიერთობებში, სრულიად შეუმჩნევლადაც კი. ენერგოვამპირი ეს არის სუსტი ენერგიის მქონე ადამიანი, რომელიც იძულებულია მისი შევსება სხვა ადამიანების ხარჯზე მოახდინოს, სხვა ადამიანების ენერგიის ხარჯზე მოახდინოს, რაც მათში, ანუ დონორში, ნეგატიურ ემოციებს იწვევს. ენერგეტიკული ვამპირიზმი ფსიქოლოგიურად დაკავშირებულია ემოციური დეფიციტის კომპენსაციასთან, ნარცისულ ან შერეული პიროვნული აშლილობის ელემენტებთან, ემოციური რეგულაციის უნარობასთან, დაბალ თვითშეფასებასთან, რაც სხვაზე ძალაუფლების მოპოვებით ნეიტრალდება. ფსიქოლოგიური სტრუქტურა როგორია ამის ყველაფრის. ვინ არის ის კატეგორია ხალხი, ვინც იზიდავს ენერგეტიკულ ვამპირებს. შინაგანი დაშლა გადაჭარბებული ემპათიის ქვეშ მყოფი ადამიანები. სწორედ ძალიან გრძნობიარე ადამიანები ხდებიან ვამპირის სამიზნე და მსხვერპლი. იმ ადამიანების, ვინც არასდროს იღებდა სწორ სიყვარულს. ენერგეტიკული ვამპირი გრძნობს, ვის შეუძლია რომელ ადამიანს ვის შეუძლია, რომ მას მისცეს ენერგია და ის დამუხტოს იმ ენერგიით, რომელსაც თვითონ ვამპირი ითხოვს, ასე რომ ვთქვათ. შიგნით არსებული, შინაგანად არსებული არაღიარებული ბრაზი ან დანაშაულის გაცლდა. თუ კი არის ასეთ მდგომარეობაში ადამიანი, ამ დროს ხდება ვამპირის, ასე ვთქვათ, კლანჭებში მოქცევა. თუ ინდივიდი თავს დამნაშავედ გრძნობს რაღაცისთვის, მაგალითად წარსულისთვის, ვიღაცაზე დახმარებაზე უარის თქმისთვის, ან საკუთარი საზღვრების დაცვა არ იცის. ის შეიძლება ქვეცნობიერად დააკომპენსიროს ვამპირმა სხვებისთვის ძალის დაკარგვით ანუ გამართლებას ეს იაძლევენ ეს ხალხი მაგას ყველაფერს. მესამე ვინ შეიძლება გახდეს ვამპირის მსხვერპლი, ეს არის როდესაც ადამიანს აქვს თანაგრძნობის ტრამვა. ეს ტრამვა ხშირად მოდის უმრავლესად და ხშირად მოდის ბავშვობიდან. როდესაც ბავშვი მშობლის ემოციური მზრუნველი გახდება ბავშვობაში მიღებული გადაწყვეტილება. როდესაც სიყვარული მხოლოდ სხვების დახმარების გზით იგრძნობა და გონია, რომ თუ კი სხვებს დაეხმარები, მაშინ იგრძნობს სიყვარულს. ასეთი ბავშვები იზრდებიან და იზიდავენ იმ ადამიანებს, ვისაც მუდმივი მოვლა სჭირდება. ზრუნვა. ანალოგიურად შეიძლება იყოს სწორედ ის ენერგოვამპირი. როგორია ეზოთერიკული ხედვა, აურის გარღვევები და კარმული როლები, რა კავშირშია ეს ყველაფერი ვამპირისთან. ენერგეტიკული ვამპირები იკვებებიან სხვების სიცოცხლის უნარიანობით. მათი აურა ხშირად გაბზარულია და დაბინდებული მსხვერპლის აურაზე აქვს საუბარი. ამიტომ მათ სჭირდებათ სხვა ადამიანების ენერგია, რათა თავი ძლიერად იგრძნონ. თვითონ ხო არიან დაზიანებულები ვამპირები, ასევე ეძებენ სწორედ ისეთ ინსტინქტურად გრძნობენ ვამპირები მაგას.
ვისი აურაც არის დაზიანებული, ან რაიმე რაც ჩამოვთვალე წყენა ბრაზი ზუსტად იქ ეწეპებიან თავისი კლანჭებით ენერგეტიკული ვამპირები. აურის გარღვევა. ვამპირული შეტევა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი სულიერად ან ფიზიკურად არის დასუსტებული. ემოციურად დაუცველ მდგომარეობაშია. კრიტიკული ფაზა გარდატეხის რაღაც პერიოდში, ტრანზიტულ პერიოდში. ეს ძირითადად ხდება ყოველ 7 წელიწადში. აურის შრეები. ვამპირები ხშირად იჭრებიან მესამე ჩაკრის დონეზე. აი აქ. მზის ნაწრავი, წნული, რასაც ქვია, ნაწრავი არა, წნული. ეს არის პირადი ძალა და შინაგანი ავტორიტეტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ასევე ბარაქასთან და სიამოვნების მიღებასთან. ან გულის ჩაკრაში. აი აქ. როცა ემოციურად ვართ ღია და მიმღები, ვამბობთ რომ მე ღია ვარ და მიმღები, მაგრამ არა დაცული. ენერგეტიკულად ჩაკრები, როდესაც არის დაუცველი, ზოგადად ადამიანის ენერგეტიკა. კარმული ამოცანა. ზოგი ენერგეტიკული ვამპირი მოდის ჩვენს ცხოვრებაში როგორც გამომცდელი სული. იმისთვის რომ დავიცვათ საკუთარ, ვისწავლოთ დაცვა საკუთარი საზღვრების. ვისწავლოთ არას თქმა. დავიბრუნოთ ჩვენი ენერგიის ფლობა. ეს შეიძლება იყოს წარსული ცხოვრების ვალი ან შეთანხმება. ამ ურთიერთობაში უნდა ისწავლოს ძალაუფლების სწორი გამოყენება. საკუთარი თავის დაცვა, პირველ რიგში. პირადი საზღვრების დაცვა. კარმული ამოცანა ენერგეტიკულ ვამპირებთან ურთიერთობაში როგორია? ენერგეტიკული ვამპირი კარმულ დონეზე ხშირად არის სულიერი გამომცდელი, რომელსაც სულის სამყაროში გაცნობიერებული ან არაცნობიერი შეთანხმება აქვს თქვენ სულთან, თქვენთან. დამეხმარე რომ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ავიღო და შენ ისწავლე საკუთარი ძალის შენარჩუნება ჩემთან ურთიერთობისას. დაახლოებით ესეთი ფორმულირებაა მაგ დროს. ძარა რომელიც წარსულში არასწორად გამოიყენეთ. სულის კარმული ჩანაწერები. განსაკუთრებით ეს ეხება ადამიანებს ნუმეროლოგიურად რო განვიხილოთ 8, 2 ან 11 თუკი ფიგურირებს მათ ციფრებში. ვიბრაციებში თუ არიან ამ ციფრების ვიბრაციებში. 8-იანი არის ძირითადად საგვარეულოს ეკუთვნის, 2-იანი არის პირადი ენერგეტიკული მდგომარეობა და 11 არის კარმა, ან საგვარეულოსი, ან პირადი. ესეთი კარმული ციფრებია, ვამპირიზმის მისაზიდი, ასე რომ ვთქვათ. როდესაც გავიღე ენერგია ძალდატანებით, ვინმეს დასახმარებლად, მაგრამ საკუთარი საზღვრების გაუთვალისწინებლად. ეს წინა ცხოვრებებზეა საუბარი. ვაიძულე სხვები ჩემი ენერგიის მორჩილებაში ყოფილიყვნენ. არ დავიცავი თავი ბულინგავი ენერგიისგან, როდესღაც, რადგან მეგონა რომ ეს ჩემი წილი მსხვერპლია. დღესაც აკეთებენ სხვათა შორის ადამიანები, ამას არ იცავენ საკუთარ თავს, გონიათ რომ ეს უნდა დაისაჯონ რაღაცის გამო, ვიღაცის ბულინგისგან და ასე შემდეგ და არ ეწინააღმდეგებიან. ხდება დღესაც, არა მარტო წინა ცხოვრებაში, დღესაც ხდება ესეც რაღაცა. შედეგად ამ ცხოვრებაში გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც თითქოს განსჯიან ან გასწავლიან ენერგიის სწორად გამოყენებას. როგორ გაჩერდეთ და თქვა არა, იგრძნო საკუთარი ჩაკრული ძალა, შინაგანი ენერგია. კარმული წონასწორობა მსხვერპლი და მჩაგვრელის პოზიცია. კიდე კავშირშია ვამპირისთან. ყოველ სულიერ ციკლში ჩვენ ყოველ სულიერ დაბადებაში, ციკლში, რასაც ქვია, ანუ რეინკარნაციაში ვცვლით როლებს. ერთ ცხოვრებაში მე ის ვინც ჭამს ხვის ენერგიას, მეორეში მე ვარ ის ვისაც ჭამენ. როლების შეცვლა ქვია სწორედ ამას. მიზანი არა მხოლოდ ამ როლების გაცვლა, არამედ ღმერთური ნეიტრალობის მოძებნა, სადაც
მე ვერც მსხვერპლი ვარ და ვერც ჩაგვრელი. მე ვარ ძალა, რომელიც ჩემი ცენტრიდან მოდის და არავის არ წაართმევს და არავის არ გადააბარებს. ესეთ ფორმულირება იმისთვის, რომ დარეგულირდეს ოქროს შუალედი ვიპოვოთ, ასე რომ ვთქვათ. ასევე ხდება შეკავებული სულიერი გაკვეთილების ფონზე. ენერგოვამპირების მოზიდვა. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. ზოგჯერ ვამპირები გვიჩვენებს, შენ ჯერ კიდევ დგახარ საკუთარ ენერგიაზე მყარად. უпростоრად შენ ჯერ კიდევ არ დგახარ საკუთარ ენერგიაზე მყარად. როდესაც არ იყენებს შინაგან რესურსს, რომელიც გაქვს. მაგ დროს მოვა ვიღაცა, რა თქმა უნდა, წაიღებს. შენ არ გინდა, მე მომეცი. მარტივი ფორმულაა. კომპენსატორული კარმა. თუ წარსულში თავის ხვებზე მაღლა დააყენე, ახლა შეიძლება შენს ირგვლივ გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც შენს ენერგიაზე დამოკიდებულები არიან და გთხოვენ დახმარებას, რომ აღადგინოს აღდგეს ეს ენერგეტიკული წონასწორობა. ანუ ეს გულისხმობს, რომ წინა ცხოვრებაში თუ კი პირობითად თქვენ საკუთარ თავს აყენებდით ხვებზე მაღლა, ეხლა მოგიწევთ, რომ თქვენ იყოთ დონორი იმისთვის, რომ წონასწორობა აღდგა. სულის კომპასის გამოცდა. ირჩევ გაწირო თავის ხვებისთვის. თუ გაისწორო ზურგი და შეინარჩუნო ენერგია იმ საქმეს, რაც შენი სულისთვისაა მნიშვნელოვანი. რას ირჩევთ თქვენ? გაწიროთ თავის ხვებისთვის? თუ შენი ენერგია გამოიყენო საკუთარი თავისთვის. როდესაც იყენებ ენერგია საკუთარი თავისთვის, ვამპირებს ნაკლებად შეუძლია მოვიდნენ იქ და წაიღონ თქვენი ენერგია, მაგრამ თუ კი თქვენ ხართ მუდმივად იმ ცხოვრების რეჟიმში, რომ უნდა სხვებს დაეხმაროთ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ვამპირი გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, რომელიც წაიღებს თქვენ სასიცოცხლო ენერგიას. ასევე არის ესეთი ფორმულირება კარმული სარკე. რატომ ხვდებით ვამპირებს საკუთარ გზაზე? სენსიტიურ და ღრმა ადამიანებს ხშირად ეძლევათ კარმული დავალება. ასწავლებს სხვებს ენერგიის მართვა, მაგრამ ჯერ თავად ისწავლეს შენი ენერგიის ფლობა. შეხედეთ, ეს ძალიან ესეთი კარგი ციტატაა, მე პრაქტიკაში ძალიან ბევრი ადამიანი მხვდება, რომლებიც იმის მაგივრად, რომ რაღაც გააკეთონ საკუთარი თავისთვის გადართულები არიან მუდმივად სხვების სწავლაში. ამიტომ ასწავლო სხვებს ენერგიის მართვა, ასწავლე, მაგრამ ჯერ თავად ისწავლე შენი ენერგიის ფლობა. ძალიან დიდი საკმაოდ ესეთი მსუყე ფრაზაა ეს. და ეს არის სწორედ ესეთი გაუცნობიერებელი მაცდური გაკვეთილი. თუ კი იქნები ყველასთვის მზის სხივი, თავად გაქრები. თუ იქნები ნათება, რომელიც საკუთარ თავს კარნახობს გზას. აქაც მარტივი არჩევანია, როგორც ყოველთვის. თუ კი იქნებით მზის სხივი ყველასთვის, მაშინ თავად ჩაქრებით. თუ კი იქნები ნათება, რომელიც საკუთარ თავს კარნახობს გზას. ორი არჩევანია სულ. ამას ასევე ეძახიან ასევე არსებობს შინაგანი ვამპირიზმიც. შინაგანი. საკუთარი თავის ენერგო გამოწურვა. რამდენადაც ახლა არ უნდა გაგიკვირდეთ და მიუღებლობა გქონდეთ, ხშირი შემთხვევა არის ეს. ზოგჯერ ყველაზე მძლავრი ენერგეტიკული ვამპირი ჩვენ ვართ ჩვენი საკუთარი თავისთვის. ჩვენ თვითონ. ენერგეტიკული ვამპირის ფენომენი ყოველთვის არ არის მხოლოდ ვინმე გვეჭრება და გვაცლის ენერგიას. ზოგჯერ ეს კავშირი სარკია ჩვენი დაუმუშავებელი ტრამვების, შიშების, შინაგანი დაძაბულობის. როდესაც თავს ვაიძულებთ, დავეხმაროთ ირგვლივ ყველას. როცა თავს ვაკრიტიკებთ ზედმეტად. ზედმეტად. როცა საკუთარ თავზე მუდმივად მოვითხოვთ, რომ რაღაც სრულყოფილება უნდა იყოს, მაგრამ არ ვიცით კონკრეტულად რა.
ეს არის ენერგიის გაცემა გარეთ. მის ნაცვლად რომ შიგნით გავაჩეროთ, შევავსოთ და ჩვენი შინაგანი რესურსი გამოვიყენოთ პირველ რიგში ჩვენთვის, რომ იყოს საკმარისი ვიყოთ საკუთარი თავისთვის და მერე გავცეთ სხვებისთვის. ყველა ადამიანი ბუნებით პატარა ვამპირია, რადგან ენერგიების გაცვლა ნორმალურია. ცხოვრებისეული პროცესია. ადამიანები ისედაც რაღაც პატარა ენერგიებს ვცვლით ერთმანეთში. ნამდვილი ფსიქოლოგიური პარაზიტები იყოფიან კატეგორიებად. ეს არის მზის ვამპირები. ესენი არიან ადამიანები მარადიული მსხვერპლის და მუდმივი წოწნის როლში. ისინი გამუდმებით ეძებენ თავისუფალ ყურებს, რათა თავიანთი ავადმყოფის სულები გადმოღვარონ, მოუყვნენ თუ რამდენად რთულია მათი ცხოვრება და რამდენად უსამართლოა ბედი მათ მიმართ. ერთი შეხედვით მზის ვამპირი შეიძლება გრძნობიერი და კეთილი ხასიათის ჩანდეს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას სხვა ადამიანის დახმარების სურვილი ჰქონდეს. მისი მიზანია გაიძულოს, რომ უსმინო მხოლოდ მას და ამასთან თანამოსაუბრე თავის პესიმისტურ ტალღაზე გადაიყვანოს. ის არ ეძებს ბრძნულ რჩევებსა და ნუგეშს. მას მხოლოდ წუწუნი ვიღაცასთან ტირილი სჭირდება მხოლოდ. მზის ვამპირები ყველაფერს დრამატიზირებას უკეთებენ. როგორც ამბობენ, ბუზისგან სპილოს ქმნიან. სამზარეულოში გაფუჭებული ონკანი ტრაგედიაა. კარტოფილის ცუდი მოსავალი მსოფლიოს ბაზარზე კი სამყაროს აღსასრულია მათთვის. ტოლფასია. მათ არ აინტერესებთ ნუგეში და გონირული არგუმენტები. ისინი მხოლოდ ცუდს შეამჩნევენ ყოველთვის მათ გარშემო. უმჯობესია ასეთ ადამიანთან დიდი ხნის განმავლობაში არ იურთიერთობოთ, თორემ ისინი დაგცემენ პირდაპირ ამ სიტყვების მნიშვნელობით და სევდის ენერგიით დაგმუხტავენ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია შეძლო ადამიანის მოსმენა და ყველას ხანდახან სურს საუბარი, მაგრამ ენერგოვამპირის შემთხვევაში თავაზიანობა მხოლოდ ზიანს მოგაყენებთ. მე სხვათა შორის გამიკეთეთ უკავშირები, რამდენია ანალოგიური ადამიანი, რასაც ახლა ვსაუბრობ თქვენ ცხოვრებაში და რამდენად თქვენ თვითონ ამოიცანით რაღაცეები საკუთარ თავში. მადლობელი ვიქნები უკავშირისთვის. არსებობს ასევე მთვარის ვამპირები. ამ ტიპს მიეკუთვნება ბოროტი, აგრესიული აზროვნების ადამიანები. მათი ამოცნობა ადვილია, მათი მკვეთრი არამეგობრული მზერით. ისინი მუდმივად ეძებენ მიზეს, რომ ადამიანი გააკრიტიკონ, გაკიცხონ, შეურაცხონ და არ აქვს მნიშვნელობა მართალია თუ არა. თავარია მსხვერპლი გაბრაზდეს და ნერვიულობდეს. ხშირად მთვარის ვამპირი პირველი იწყებს ყვირილს და ისტერიკასაც კი. მაგრამ ზოგჯერ მას შეუძლია ადამიანის წყობრიდან გამოყვანა თავისი სიმშვიდითაც. მსხვერპლი თავდაპირველად თავს იცავს მისი მკვახე და უსამართლო სიტყვებისგან, შემდეგ კი შეიძლება აფეთქდეს ტირის და ისტერიკული კანკალი შეიძლება დააწყებინოს მსხვერპლს. ამით კავშირი დამყარებულია, ეს მაჩვენებელია, რომ კავშირი დამყარებულია და ენერგოვამპირს თავისუფლად შეუძლია დონორისგან ენერგიის აღება. თან უპრობლემოდ წინააღმდეგობის გარეშე. როგორ ამოვიცნოთ ენერგოვამპირი ჩვენს გარემოცვაში? პირველი, ვამპირების ქცევა აქტიური და შეურაცხმყოფელია. ისინი ნებისმიერ საშუალებით იპყრობენ ყურადღებას. ისინი არიან ინიციატორები ნებისმიერი დავების და კონფლიქტების. მეორე, შეუძლებელია ასეთი ადამიანის დაწმუნება საკუთარ სიმართლეში, რადგან მას არ სჭირდება სიმართლე, არამედ მხოლოდ თავად კამათი, ჩხუბი. მესამე, ვამპირი მუდმივად ეძებს ახალ ინფორმაციას, მიჰყვება ახალ ამბებს, უყვარს გიждდება ჭორაობაზე და ვიღაცების განკითხვაზე. მეოთხე ამოსაცნობი, ის ყოველთვის ხედავს ნაკლოვანებებს გარშემო მყოფებში და ძალიან გაზვიადება უყვარს ამ ყველაფრის. თუმცა ჯიუტად უარს ამბობს ადამიანების ღირსებების შემჩნევაზე. მეხუთე,
ვამპირი პათოლოგიურად ეჭვიანობს. მას არ სურს, რომ მის მსხვერპლზე, მის გარდა სხვა ვინმემ გავლენა მოახდინოს. თავიდან მას შეუძლია იყოს კეთილი და მზრუნველი, მაგრამ ძალიან მალე მისი სიყვარული დესპოტიზმში გადაიზრდება. მეექვსე. ენერგოვამპირის გარემოცვაში ყოფნა უსიამოვნო და არაკომფორტულია. მან შეიძლება უმიზეზოდ უარყოს და თქვენ ვერც კი ახსნით მიზეზს ამისას. მეშვიდე. ვამპირთან ურთიერთობის შემდეგ თავს დეპრესიულად და გატეხილად გრძნობთ. ცუდი გემო ერთგვარი სევდა რაღაც დალექილი რჩება თქვენ სულში. მაშინაც კი თუ ადამიანი თავაზიანად მოგექცათ. ეს იყო ის მაჩვენებლები, თუ როგორ შეგიძლიათ ამოიცნოთ ადამიანები თქვენს გარშემო, ვინ არიან ვამპირები. ამ თვისებებიდან თუ კი რამე გრჩებათ ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობაში, ესე იგი არის ენერგოვამპირი. ადამიანის საუბრის შემდეგ, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, ამდენი საუბრის შემდეგ, რაც მე ვისაუბრე, რა თქმა უნდა, ლოგიკურია კითხვა ენერგეტიკულ დაცვაზე. როგორ უნდა დაიცვათ თავი ენერგოვამპირებისგან? პირველი, ემოციური საზღვრების გაძლიერება. არ გჭირდება ყველას დახმარება. არა, დაეხმარეთ საკუთარ თავს პირველ რიგში. დაკვირვება საკუთარი სხეულისა და რეაქციების მიმართ. თუ ურთიერთობის შემდეგ გრძნობ ენერგიას და ნებისმიერი ურთიერთობის დროს გრძნობ ენერგიას დაკარგვას, ეს შესაძლოა ვამპირული კავშირია იმ ადამიანთან. ვიზუალიზაცია და მედიტაცია. მე მაქვს ძალიან კარგი რიტუალები 4 სტიქიის დაცვის დაყენების. აქ ეხლა ამაზე არ გესაუბრებით მე, მაგრამ სრულ შემთხვევაში შეგიძლიათ მომართოთ. შეურჩერებლობა და ჩარჩოები. არას თქმა არის დაცვა და არა დანაშაული. დაიმახსოვრეთ კარგად. არას თქმა არის საკუთარი თავის დაცვა და არა დანაშაული. მაღალი ვიბრაციების შენარჩუნება, მაღალ ვიბრაციებში ყოფნა, სიყვარულის სიხარულის შთაგონება, ამ ვიბრაციებზე ენერგოვამპირი ვერ მოქმედებს. თუ კი თქვენ იმ ურთიერთობებში, რომელშიც ხართ და ჩემი მოსმენის შემდეგ დაინახავთ რაღაცას ან ვიღაცას ამოიცნობთ, იმისთვის რომ ვამპირი თქვენგან ენერგია აღარ უნდა წაიღოს, ეცადეთ რომ იყოთ თქვენ თვითონ მაღალ ვიბრაციებში. ნებისმიერ შემთხვევაში. მე თქვენ ასევე ახლა გასწავლით პატარა რიტუალს, რომელსაც ქვია სახელი ჩემი ენერგია ჩემია. ნების დაჯექით, დახუჭეთ თვალები, ან დაწექით, არ აქვს მნიშვნელობა. ფეხზე არ იდგეთ არანაირი მედიტაციის დროს. ან უნდა იჯდეთ, ან უნდა იწვეთ. წარმოიდგინეთ სუნთქვა, ამოსუნთქვა, დამშვიდება, ამაზე აღარ ვისაუბრებ, ეს 1-5 წუთი მედიტაციის წინ აუცილებლად უნდა დაუთმოთ ამას ყველაფერს. შემდეგ წარმოიდგინეთ ოქროსფერი სარკისებული ფარი, რომელიც შენს გარშემო ტრიალებს და ამავდროულად ქმნის დამცავ სივრცეს. შენს გარშემო. სივრცეს, რომელშიც შენ ხარ დაცული. ნებისმიერი ნეგატიური მათ შორის ენერგოვამპირების შემოტევისგან. უნდა გააკეთოთ ამის ვიზუალიზაცია. ოქროსფერი სარკისებური ფარი, რომელიც ტრიალებს თქვენს გარშემო და რომელიც მოხდება მზის ენერგიით. და რომელიც ქმნის ესეთ დამცავ გარს თქვენს გარშემო. როდესაც დარწმუნდები, რომ დაცვის ველი ძლიერია შენს გარშემო, შემდეგ უნდა თქვათ ეს სიტყვები. ხმამაღლა. მე ვიბრუნებ უკან ყველა იმ ენერგიას, რაც ჩემგან წაიღეს, უსამართლოდ და ვიბრუნებ ჩემს ძალას. მე ვარ დაცული, მე ვარ სრული. მე ვიბრუნებ ჩემს ენერგიას, მე აღარ ვარ ვარდებული, გადავიხადო ვალის ფასად საკუთარი ძალით. მე ვარ თავისუფალი
და ვაძლევს სხვას უფლებას თავად აიღოს პასუხისმგებლობა თავის გზაზე, თავის ცხოვრებაზე. ეს უნდა გაიმეოროთ სამჯერ. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მე ვიბრუნებ უკან ყველა იმ ენერგიას, რაც ჩემგან წაიღეს, უსამართლოდ და ვიბრუნებ ჩემს ძალას. მე ვარ დაცული, მე ვარ სრული. მე ვიბრუნებ ჩემს ენერგიას, მე აღარ ვარ ვალდებული გადავიხადო ვალის ფასად საკუთარი ძალით. მე ვარ თავისუფალი და ვაძლევ სხვას უფლებას თავად აიღოს პასუხისმგებლობა თავის გზაზე, თავის ცხოვრებაზე. როდესაც სამჯერ წაიკითხავთ, იტყვით გაიმეორებთ ამას ყველაფერს, შეგიძლიათ თქვენი სიტყვების დაამატოთ, შეზღუდული არ ხართ, არ არის აუცილებელი ზუსტად copy-paste გააკეთოთ ჩემი სიტყვების, თქვენ თვითონ რაც გინდათ ის შეგიძლიათ დაამატოთ, კიდე არ ხართ შეზღუდული ამაში და როდესაც ამას გააკეთებთ, ღრმად შეისუნთქეთ, გამოუშვით ყველანაირი დაღლილობა თქვენი სხეულიდან, მოდუნდით და სიმშვიდის და დაცულობის გარემოში შეიგრძენით როგორია ეს ყველაფერი. შეიგრძენით ის დაცულობის შეგრძნება. მიეცით თავს უფლება იმის, რომ იგრძნოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ მართოთ თქვენ თვითონ საკუთარი სასიცოცხლო ენერგიები. და როდესაც მზად იქნებით, გამოდით ამ მდგომარეობიდან. გაახილეთ თვალი. ეს რიტუალი, პატარა რიტუალი, არ მოიცავს დიდ დროს, 10 წუთი, 15 წუთი საკმარისია ამისთვის. შეგიძლიათ გააკეთოთ ყოველ დილით. თუნდაც ბანაობის დროსაც აბაზანაში, თუნდაც ნებისმიერ დროს. სასურველია ამაზე პირველი 21 დღე თუ კი გამოიმუშავებთ, 10 წუთს დაუთმობთ საკუთარ თავს. ჩათვალეთ, რომ თქვენ საკმაოდ ესეთი ძლიერი ენერგეტიკული დაცვა გექნებათ და შემდეგ ეს უკვე გახდება ავტომატური და 1 წუთიც კი დაჭირდება იმისთვის, რომ დაატრიალოთ ის მზის სარკისებრი ფარი თქვენს გარშემო. შეგიძლიათ ასევე გააკეთოთ საღამოსაც, ძილის წინ, ვიდრე დაწვებით. ძილის წინ. იმიტომ რომ არსებობს ესეთი ფენომენი, როდესაც დღე თუ დღის განმავლობაში ცოცხალი ორფეხა ენერგო ვამპირები გვიტევენ და მიაქვს ჩვენი ენერგია, ღამე ასეთი ალბათობა არსებობს, რომ გვიტევენ ის მოხეტიალე სულები, რომლებიც ეძებენ ზუსტად ანალოგიურ აურა დაუცველ სულებს და ეწებებიან. ამიტომ შეგიძლიათ საღამოსაც გავაკეთოთ და ისე დაიძინოთ. მადლობა.